Google-ისგან გვაქვს უმნიშვნელოვანესი სიახლე, მან ხელოვნური ინტელექტის საკუთარი მოდელი Gemini განაახლა და გამოუშვა Gemini 3. ეს არის უმნიშვნელოვანესი სიახლე იმის გათვალისწინებით, რომ წინა მოდელი სულ რაღაც 8 თვის წინ გასაჯარაო და გამოვიდა 2.5-ზე და 2.5-ზე გვაქვს და მან თლიანად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და მოახერხა რომ შენ არჩუნებინა სტატუსი როგორც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ხელოვნურ ინტელექტს იმ ფონზე, როცა ChatGPT 5 რო გამოვიდა, დიდად ვერ გაამართლა იმედები. სამაგიეროდ ამ კუთხით არავითარი ჩავარდნა არ აქვს Gemini 3 უკვე გაიტესტა კიდეც Humanity Last Exam-ის ტესტში, რომელიც ძირითადად არის მართული რომ გამოსცადოს მისი ზოგადი მსჯელობის უნარი და გამოცდილება, როგორი აქვს და როგორ შეუძლია პასუხების გაცემა კონკრეტული დავალებების მიღება და მიიღო 27.4 ქულა, როცა ChatGPT 5-მა Pro-მ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მხოლოდ 31.5 ქულა აიღო. ეს არ ვიცი, რა რეაქცია უნდა გქონდეს Sam Altman-ს ამ ფონზე და როგორ უნდა გაამართლოს ის, რომ ასე დიდი სამბით წარადგინა თავის პროდუქტი და არაფერი გამოვიდა, ან რას აპირებს, როგორ აპირებს აი ამ მარტივად რომ ვთქვა ცირცხვილის ჩამორეცხვას. არ ვიცი, თუმცა Google-ში ნამდვილად არ უნდა მოუწიოთ ამაზე დარდი, იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი თუ 2.5-ის შემთხვევაში ზოგადად იყო შემოთავაზებული მათ შორის Chrome-ში და Google-ის საძიებო სისტემაში გამოყენებისას, უბრალოდ გვთავაზობდა პარალელურ ვარიანტად, Google-ში ჩათვალეს რომ იმ დონეზე განვითარდა უკვე Gemini, რომ პირდაპირ გვეუბნება რომ მოდი ამ გზით გაგცემთ ყველანაირ პასუხს. ფაქტობრივად ეს არის იგივე დაახლოებით რაც როცა ChatGPT-ს ბრაუზერი გამოვიდა, მაშინ რაც ვიხილეთ, თუმცა ეს არის მთლიანად სისტემაში ჩაშენებული და ეს კონკურენციას, აი, მუდმივად ვცდილობ რომ ხაზი გაუსვა და აღვნიშნო ChatGPT-სთან კონკურენცია, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურენტები ფაქტობრივად ამ მიმართულებით ეს ორი მოთამაშე არიან და საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა, შეიძლება ითქვას. Google-ს თავისი პროდუქტის პრეზენტაცია მთელი მსოფლიო საუბრობს იმაზე, რომ ეს არის გაცილებით უფრო ჭკვიანი, გაცილებით უფრო გონიერი და რაც მთავარია, დავალებების შესრულებაში არის იდეალური. კარგად იმახსოვრებს იმ დავალებებს, რომლებსაც ვადრებთ, კარგად იმახსოვრებს იმ კომუნიკაციას, რაც Google-ის საძიებო სისტემაში სანიშნავად იყენებს ინფორმაციას ეგრევე იწევს. და ეს ძალიან კარგი სიახლეა სხვათა შორის თავის მხრივ Apple-ისთვის, რომელიც აპირებს Gemini-ზე აწყოს თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელი და შესაბამისად უფრო კარგი მოლოდინი უნდა ჰქონდეს კომპანიას, მას აქვს ქონდა ცუდი ვითარება, თუმცა Google ამ კუთხით ნამდვილად დაეხმარება. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ Google-ის მონაცემებით Gemini იმდენად წარმატებული პროდუქტია, თვითონ Gemini 3 მით უმეტეს კიდევ უფრო გაიზარდა მისი მოხმარება, თუმცა თვიური მოხმარება არის Gemini-ის 640 მილიონი და ეს რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება იმ ფონზე, როცა უფრო დაცულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი, არა მარტო უფრო დაცულია, არამედ უფრო სწრაფი, ლოგიკური და დაზღვეული პასუხები აქვს, უფრო ყოვლისმომცველია მისი პასუხები, რაც არ ვიცი, მეც რას უნდა ითხოვდეს. თანაც ჰალუცინაციაც ნაკლებად ემართება. ბოლო პერიოდში ChatGPT ძალიან ცუდად ჭირს და აი ბოლო პერიოდში ხშირად უბრალოდ ისეთ რაღაცას იგონებს თავისი მსჯელობიდანვე გამომდინარე, რომ ძალიან რთულია მას ვენდოთ და ჯერჯერობით Gemini კარგ ნიშნებს ანახებს, მაგრამ ნახოთ იქნება მასაც დაეწყო ჰალუცინაციები, ვინაიდან ChatGPT თავიდან კარგად იყო, შემდეგ იმდენი ინფორმაცია მიიღო, რომ გააფრინა დაახლოებით ასეთი რამ. კი, სწორი შეფასება და სწორი ტერმინია, შეგვიძლია ვთქვათ, მოკლედ Google-ისგან ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, თუმცა არა მხოლოდ რიგითი მომხმარებლებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ Google-მა წარადგინა ასევე Anti-Gravity, რომელიც არის თავის მხრივ კოდირებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით არიან დაინტერესებული, კონკრეტულად განკუთვნილი პროგრამა, რომელიც აძლევს დეველოპერებს საშუალებას, რომ უფრო მეტად განავითარონ თავისი კოდები, უბრალოდ განავითარონ კი არა, თითქმის ფაქტობრივად ნახევარ საქმეს უკვე თვითონ აკეთებს აგენტურად, იდეალურად მისი აგენტი იდეალურად მუშაობს და უწყობს ხელს დეველოპერებს, რომ ფაქტობრივად მარტივად მოახერხონ იმ დავალებების შესრულება, რომლებსაც დასჭირდებოდა საკუთარი ხელით წვალება, თითქმის დიდ საქმეს, დიდ ნაწილს საქმესაც თვითონ აკეთებს და ძალიან ცუდი ამბავია დეველოპერებისთვის, რომლებიც წესით სამუშაო ადგილებს ძალიან მალე და სწრაფად დაკარგავენ AI-სთან კონკურენციაში. თუმცა აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არის ამ შემთხვევაში მათი დამხმარის როლში შემოსული და არა მათი ჩავნაცვლებლის, მე მგონი ყველა დეველოპერმა, ვისაც საკმარისი აზროვნება და ცნობა აქვს იმ ვითარების რაც ხდება მსოფლიოში, იცის რომ ადრე თუ გვიან ეს მოუწევს, თუმცა
AI-ს თუ ვინმე არ იყენებს და დეველოპერია, მისი უბრალოდ არ მესმის. წარმატებებს. კი. ამიტომ Google-სგან გვაქვს ნამდვილად ძალიან კარგი სიახლე, დიდი ალბათობით. კარგი ხანი აღარ უნდა ველოდოთ რაღაც მნიშვნელოვანს, მინიმუმ Sam-Altman-მა უნდა გასცეს პასუხი მოკლედ ამ მარცხს თავისი კომპანიისას და დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ მომავალში ChatGPT 6, თუმცა იქამდე Gemini-ს გამოყენება, Gemini 3-ის გამოყენება ნამდვილად იქნება ძალიან სწორი ყველა მომხმარებლის მხრიდან.